კუნთის განვითარებას რა ჭირდება? კუნთის სტრესი, ხო? ის დაზიანებული ქსოვილები რაც შემდეგ უნდა აღვადგინოთ. ეს ხდება დიდი დატვირთვიდან გამომდინარე და ძიმე წონებიდან გამომდინარე. შენ სხეულს თუ ბარიერები არ მიეცი, რასაც გადალახავს შემდგომ, განვითარება არ გექნება. ამიტომ ისიც ვიცოდეთ, რომ წონები ვარჯიშის დროს აუცილებელია. ანუ არ უნდა დაზოგო თავი რა. თუ ხედავ რომ რაღაც წონა აიღე და 12-ზე 15 განმავლობაში მეტჯერ შეგიძლია გააკეთო, აუცილებლად დაამატე წონა. თუ ბარიერებს არ შეუქმნის შენ სხეულს, განვითარება არ გექნება. ძალიან დიდი შეცდომა კიდე გადაჭარბებული ვარჯიში ხოლმე. დიდი ხანი 2-3 საათი ადამიანები დარბაზში ატარებენ და გონიათ რომ ეს არის უკეთესი. ნუ მესმის ხო, ნუ რაღაცა ლოგიკურად მიყვებიან თითქოს რომ აი რაც მეც ვივარჩევ მით უკეთესია, მაგრამ ორგანიზმის თავისი რესურსი აქვს. თავისი ენერგიის რესურსი, რომლის ამორწურვის შემდეგ დიდი ალბათობით ენერგიას ჩაულებად კუნთიდან აიღებს, კუნთოვანი მასისგან. იმიტომ რომ რეალურად სხეულს კუნთოვანი მასა არ ჭირდება. განსაკუთრებით ამხელა კუნთოვანი მასა, ხო ხვდები? ეს ჩვენ ვაძლევთ. რეალურად ორგანიზმს არ ჭირდება ესა ცხიმი. ამიტომ რო გადარჩეს. ხო, ამიტომ გროვდება ხოლმე, აი ცხიმები რატო გვაქვს? ამიტომ გროვდება რომ ეს არის სასწორთოდ მნიშვნელოვანი მისთვის და რაღაც კუნთოვანი მასა, ხო ხვდები? კუნთოვანი მასა იმიტომ გვაქვს რომ